გააფრთხილება. სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა გითხრათ, რომ ვიდეო შეიცავს ძალიან ცუდ მასალას, როგორიც არის ონლაინ ტერორიზმი, პედოფილობა, ძალადობა და მსგავსი რამ. 764. მასზე ადრე მაქვს ვიდეო გაკეთებული. იმ ვიდეოში რაღაც ფაქტები მოვყევი, მაგრამ მაინც იყო რამდენიმე კითხვაზე პასუხი გასაცემი. მოკლედ, ვისაც ვიდეო არ ნახია, აგიხსნით მოკლედ. დაჯგუფება სადღაც 2021 წელს შეიქმნა და ონლაინ ტერორიზმის დაჯგუფებაა. ანუ ისინი შედიან Roblox-ში, Minecraft-შიც კი და ხალხს დოქსავენ. მე კი მაგ ინფორმაციის სანაცვლოდ ძალიან სულ რაღაცებს აკეთებინებს სხვეპლებს. ეს ხალხი რა, უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ და უყურეთ. მოკლედ ახლა მთავარი თემა, რაზეც უნდა მელაპარაკა. ამ თემაზე საქართველოს კი გამოაცხადეს და სიმართლე გითხრათ, ვიდეო რო დავდე, ერთი შემეხმიანა ერთ-ერთი წევრი, რომელიც 764-ის წევრი იყო და თან ქართველი იყო. მოდით ახლა დავკითხოთ ის. კარგით, დაიცა დავჯდეთ. კარგით მეგობრებო, დავჯექით და სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ მე მომიწევს, რომ ამ ადამიანის სახელი დავფარო და ხმაც შევცვალო. ეს ყველაფერი კი თქვენი უსაფრთხოების გამო. კარგით, მოდი დავიწყოთ ახლა ინტერვიუ. მოკლედ, როგორც ვიცი, შენ თავს წარადგენ როგორც მკვდარს. შეგიძლიათ მითხრათ, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ? ჩემი სახელია მკვდარი და მე 764-ის წევრი ვარ და ხალხს დოქსავ. ასევე მეგობრებო, სანამ იტყვით, რომ ეს ადამიანი ფეიკი არის, მას ყველანაირი მტკიცებულება აქვს, რომ ნახდათ 764-ის წევრი არის და იმ მტკიცებულებების აქვს თუ რა გააკეთა. კარგით, მოდი ახლა გავაგრძელოთ ინტერვიუ და შემდეგი კითხვა მაქვს. მაგ 764-ის ჯგუფში ძირითადად რეები ხდება? ძირითადად ბავშვების ძალადობა ხდება, პედოფილობაც კი და ყველაზე ხშირად თავის მოკლა. კარგი, აბა შენი აზრით ყველაზე საშინელი რამ რა დაინახე და რას გადაეყარე? მოკლედ, ალბათ ის, რომ ჩემო მეგობარმა დადოქსა ერთი გოგო და იმ გოგომ გადაიჭრა. კარგით, რატომ შეიქმნა 764 და ვინ შექმნა ის? ჩატი, როგორც ვიცი, შეიქმნა იმის გამო, რომ ტერორი გაევრცელებინათ ონლაინ და როგორც ვიცი, ჩატი შეიქმნა ფელიქსისგან. თუ ჩატის ოვნერი დააკავეს, დაიჭირეს, ვინ ისაკუთრებს ვის ადგილს? ძირითადად ქოუნერები ისაკუთრებენ ადგილს და ასევე თუ არ ყავს ჩატს ქოუნერი, ისაკუთრებს ადგილს, ვინც ახლა მეგობარი იყო ოვნერის. თუ მომხდარა ისეთი სიტუაცია, რომ ჩატის ოვნერს რაღაც დაემართა და დაიჭირეს? დიახ, ძალიან ბევრჯერ. თუ ერთ-ერთი თქვენი წევრი დააკავეს, რას აკეთებთ თქვენ? ჩვენ მაგამოს დეტალებში ვიკვნით და ვლოცულობთ, რომ არ ჩაგვიშებენ რა. თუ ჩაუშვიათ წევრებს ოდესღაც ერთმანეთისთვის? კი, ძალიან ბევრჯერ მომხდარა, ისინი შეშინებულები იყვნენ და ჩაგვიშვეს. ჯგუფში თქვენი აზრით მინიმუმ ხალხი რამდენი წლის იქნება და მაქსიმუმ რამდენი წლის? ალბათ თუ ჩოფიქრები იქნება 14-დან 30 წლამდე. ჩვენდება ძალიან ხმაურია. კარგით, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. თუ იცით რამე ჩატის ოვნერის შესახებ? იმ ადამიანზე ის ვიცი, რომ იყო გიჟი, ცოტა ვერ იყო დეში, მაგრამ ძალიან სასაცილო ტიპი იყო. კლიპები შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. კარგით, პირველად როგორ შეხვედით 764-ის ჯგუფში? 2020-ში სადღაც ეგრე ძალიან მომწონდა ეს დოქსინგი და რაღაცეები და უფრო ყმად გავიგე სერვერებზე შევდიოდი, ერთი ტიპი გავიცანი, ჩემი მეგობარი, რომელმაც შემიშვა მაგჩატში. შენ როგორ დოქსავ ხალხს, ეგ მაინტერესებს. პირველ რიგში ვიცნობ გოგოს, თუ ის 18 წელზე დავალია, მე მას ვახლოვდები, ვითომ მაგის მეგობარი ვარ და როდესაც რამე ინფორმაციას გავიგებ, ვაიძულებ, რომ სიგიჟეები გავაკეთოს, როგორც არის თავის დაჭრა, ან ცხოველების მოკვლა, ან სხვა რამე. და ამ ყველაფერს რო აკეთებ, მე თავს როგორ გძნობ? ამ ყველაფრის მერე ხანდახან ადრენალის ვგრძნობ ხოლმე და სინანულს, მაგრამ
მერე გადამდის усე. კარგით, რას იზამდით თუ თქვენმა მსხვერპლმა არ მოგისმინათ? თუ არ მომისმინა, არ იგონოს რომ პრობლემებს გაიქცა, რადგანაც API-ის უშვების სახში და მერე ჩაიჩუქ რომ მათი შუბლები დაიჭირონ. ნუ შენზე გავიგე ის რომ როდესაც ამ ყველაფრის გაკეთება დაიწყე, შენმა მეგობრებმა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში იცნობდი, მიგატოვეს და აღარ უნდათ შენთან არავის მეგობრობა. ეგ ფაქტი შენ ცუდად არ ხდის? კი ხდის რა, თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ეხლა ყველაფერი მკიდია. კარგი, შემდეგი კითხვა არის ის, რომ რამდენი მსხვერპლები გყავს? ჩემი მსხვერპლების რაოდენობა არის სადღაც 80-დან 100-მდე. რა იყო თქვენი მსხვერპლის მინიმუმი და მაქსიმუმი ასაკი? ვიტყოდი რომ სადღაც მინიმუმი იყო 9 და მაქსიმუმ ალბათ 14-15. და 9 წლის ბავშვს რომ ეგეთი რაღაცაები გააკეთებინე, სინანულს არ გზნობ? არა, საერთოდ პირიქით, ეს შევთვის არის ბედნიერება და მისთვის ეს უფრო ჭრობები არის, რომელიც მალე მორჩება. როგორც ხედავთ მეგობრებო, თქვენ ყველა კითხვას პასუხები გაეცა, მაგრამ სანამ ვიდეო დასრულდება, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არ შეხვიდეთ 764-ის ჯგუფში. რადგანაც თვითონ ჯგუფის წევრებიც კი იკლავენ თავს, როგორც თქვენ დაინახეთ, იმ ადამიანმა აღიარა, რომ ხანდახან ჩავშუბებიც ყავს ჯგუფში და მაგის გამო ძალიან ბევრმა მოიკლა თავი. ამიტომაც ჯობია რომ ვაფშე გაერიდოთ ამ ყველაფერს და დროებით თქვენთან იყო რაზორებალი.